ჩათვლისთვის, დიახ, ეს უკვე არის თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ თამაში დარწმუნებული ვიყავით, არავის ეჭვ არ გვეყარებოდა და ეს რეალურადაც ესე მოხდა, რომ იმ ტიპის აგრესია თუ რა ვიცი, შეგვიძლია ამას დავარქვათ, რაც ქართულმა ოცნებამ გამოავლინა იმ ტიპის მკვეთრი მოძრაობა, რომელიც განახორციელა, რომ ქვეყნის პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი საპატიმროში ყავს გამომწყდეული, ვერ დარჩებოდა, ესე უბრალოდ ვერ ჩაივლიდა მარტივად და შეხვედრა, რომელიც შედგა ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს შორის, იყო სწორედ იმის თაობაზე, რომ გადამწყვეტი ზომების მიღების მომენტი დადგა. ეს წერია საფრანგეთის მინისტრის პოსტშიც. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის საბჭოზე იყო მორიგი რეზოლუციის პროექტი, რომელიც ვერ გავიდა უნგრეთის ბლოკის გამო და ყველას ჰქონდა მოლოდინი, ეს კალას თქვა თავის განხადებაში, რომ ამითი პროცესი არ მთავრდება, ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, მათ კიდევ ერთხელ სცადეს საერთო ფორმატში, სამწუხაროდ ისევ არ გამოვიდა, შესაბამისად ყველა ხვდება, რომ სხვა ფორმით მოქმედების დროა და ეს შეხვედრაც, რომელიც შედგა, იყო აი ამ სხვა ფორმით მოქმედების დასაწყისი. ძალიან ბევრი ფოტო სხვათა შორის თუ ნახეთ თავად X-ზე, აი ამ ტვიტს ახლავს ფოტო, რომელშიც მინიმუმ 9 ქვეყნის წარმომადგენელი ჩანს, ან შეიძლება უფრო ნაკლები ქვეყნის, მაგრამ რამდენიმე, მოკლედ ეს არის ონლაინ კოორდინაცია, სადაც ჩანს დიდ ეკრანზე 9 ფანჯარა. კი, მე ვიცი ამ შეხვედრის შესახებ, ეხლა ჩამოვედი ბრიუსელში და ეს ყველაფერი ბუნებრივია, რომ ხდება ინფორმაციის აქტიური გაცვლის და ინფორმაციის აქტიური ინფორმაციული კოორდინაციის რეჟიმში. აი ეხლა თქვენთან ერთად შემოსვლამდე ორი ძალიან მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ არ გავჩერდებით. სრულად ერთმნიშვნელოვანია, რომ ევროპელი მეგობრები, ისევე როგორც ამერიკელები, ჩვენს გვერდით არიან და ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის მეგობრების გარედან მოვახერხებთ ყველანაირად, რომ მშვიდობიანად გავიყვანოთ ქვეყანა ამ კატასტროფიდან, რომელშიც ბიზნა ივანიშვილის რეჟიმმა ჩააგდო საქართველოს. ამ ტიპის კომუნიკაციები ეხლა რაზე მეტყველებს, რომ ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ უფრო მეტის, უფრო რაღაცნაირი აჩქარებული ტემპის დროა, აი რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული? აღარ არის იმის დრო, რომ უნგრეთის ბლოკის პირობებში, უნგრეთის მხრიდან ვეტოს გამოყენების პირობებში უმოქმედობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან გაგრძელდება. პირველ რიგში ეს არის ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ უმაღლესი კომისარი კალასის სიტყვას პრესკონფერენციაზე ნახავ, სადაც ის მან ძალიან ღიად და პირდაპირ თქვა, რომ არაფერი არ მთავრდებოდა იმ ვეტოში, რომელიც უნგრეთმა მორიგჯერზე დაადო გადაწყვეტილების გადაწყვეტილებას. ამიტომ ჩვენ ყველანი ოპტიმისტურად ვხვდებით უკვე სახელმწიფოების მხრიდან ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების დიდ ბრიტანეთთან. კი ბატონო, ეს ბრიტანეთის ორგანიზებულია, რომელიც ევროკავშირის დიდ ბრიტანეთთან ერთადია. კი ბატონო, თავად ევროკავშირს ჰქონდა ცოტა ხნის წინ საგარეო მინისტრების დონეზე კომუნიკაცია საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ბრიუსელი მსჯელობს რა ზომები იქნება უფრო რეალური ამ თემაზე. იოზვიაკის სტატია არის საკმაოდ საინტერესო, თუმცა ის ამბობს, რომ არის ლიეტუვის მკაცრი სცენარი და ასევე არის ბუდაპეშტისა და ავსტრიის პოზიცია, როგორც თავად აღწერს, სადაც ამბობენ, რომ აი ძალიან ნუვკრავთ ხელს რუსეთისკენ, რაღაც მეტი ველაპარაკოთ, თითქოს ორი კაცრი და დიალოგზე ორიენტირებული მიდგომა განიხილება ახლა. დიალოგზე ორიენტირებული მიდგომა მუდმივად რჩება დღის წესრიგში. არასდროს არავინ საქართველოს ხელს არ კრავს იმის მიუხედავად, ვინ არის თბილისში ხელისუფლებაში, ან ვინ იბრალებს, რომ ვარ ხელისუფლებაში. თუ კი ასეთი დიალოგის რესურსი დარჩება. მაგრამ თუ დიალოგი მიმდინარეობს იმ პირობებში, როდესაც ერთის მხრივ ოპოზიციის ლიდერებს, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, შემდეგ მედიას ხურავენ, ციხეში წვავენ, აპატიმრებენ, რა თქმა უნდა, ეს არ ქმნის დიალოგისთვის არავითარ რესურსს და არავითარ შესაძლებლობას. ამიტომ ხაზგასმით ყველა ამბობს, ჩვენც ვამბობთ, რომ
დიალოგს, რა თქმა უნდა, და დიალოგის მაგიდის გაჩენას, სადაც თავარი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ამ მაგიდამდე უნდა მივიდეს ვითარება. ეს მაგიდა აუცილებლად უნდა შედგეს, ეს გადაწყვეტილებები სწორედ ასეთ მაგიდასთან უნდა იყოს მიღებული საბოლოო ჯამში. არჩევნების დანიშნვას ეს სჭირდება, ეს აუცილებელია, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ აქამდე უნდა, რა ვიცი, ცოცხლად მივიდეთ ყველანი და ისეთი ვითარებაა დღეს საქართველოში, რომ თუ არ გააჩერა ბიძინა ივანიშვილი რამემ, რა ვიცი, ხო, საპატიმრო შეიძლება ყველაზე უფრო მარტივი გამოსავალი აღმოჩნდეს და გაცილებით უფრო ძიმე ფორმებით დაიწყოს გასწორება საკუთარ ოპონენტებთან. ამიტომ მხოლოდ მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელიც ბრიტანელებს და ფრანგებს ჰქონდათ ამჯერად და მათი ინიციატივით დარწმუნებული ვარ, რომ ის დოკუმენტები, რომელიც არსებობს მცირედი განსხვავებით ვერსიით, საბოლოოდ რჩევს ნახავს და რეალობად იქნება. ძალიან დიდი მადლობა თინა ხიდაშელს, რომელიც გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვლაპარაკობდით იმ